შუქი წავიდა. შუქი ჩამრაგია. ჩემთვის ეხლა დენი წავიდა. ხო, წავიდა. სულ გვეგონა რომ ჩვენთან რო არ არის, სადღაც სხვაგან მივიდა. ხო, წავიდა. დენზე ეს ჩვენგან წავიდა. ხო, როგორც ფიზიკურ სხეულზე ეს წარმოგვიდგება. დენი წავიდა. და მაგარი იყო რომ გახედავდი სხვა ფიდერზე არის თუ არა. და შეიგინებოდი. იმ ფიდერს სულ აქვს. კიდე რა იყო, იცი გახსოვს? და კიდე მაგარი რა იყო, იცი? სუდაც წავიდა. სიმციმით მიდიოდა. სუდაც წავიდა. ეს кайფანი მომხდარია. აი დაიწყო დასვიშო. ყოველმე ჩემ დეპარტამენტში დავჭდები. ესე. აი ასე. ეს ხალხს აინტერესებს საკაბაბეზე რა ხდება, ეხლა გაჩა. საკაბაბეზე ბოლო შტრიხებია. დღეს ვაკეთებ ჩეკიდებულ ჭერს. მე მეგონა თვითონ კაბაბის ბოლოში და თავარი ყველაფერი დამთავრდა. ეხლა უნდა ჩამოვიყვანოთ ჩვენი საყვარელი მეკაბაბე და დავიწყოთ გემოების საფრანგეთიდან. საიდან ჩამოვიხ? ლენინაკანიდან. არა, ახალციხიდან. მაგრამ ტრეინინგი გავდილი აქვს ლენინაკანში. ლენინაკანის კაბაბის ამიერკავკასიაში ითვლებოდა ერთ-ერთი ყველაზე გამძლე კაბაბა და ამიტომ ვანაძორში არ მოიძნა რავი? ვანაძორში არავინ არ მოიძნა. არა, სამწუხაროდ ვანაძორი სხვა რაღაცებით არის განთქმული. და არა კაბაბი, თორე მე ვანაძორში ეკეთებენ ამ კაბაბის საოცარ საწევს. კუბაბს, კაბაბი კუბაბი. ეს ამომიჭე. საათი დამჭდა შეამჩნევს მაყურებს. ესე დრო არის გამოცვალო ეგ საათი. რატო? მოსაწყენი გახდა როგორც ის ჰუდი რო ქონდა. რაღაცა პერიოდი თუ გაკაჩეკიდე მოსაწყენი და სასაცილოში გადადა. ეხა ამ ზამკუჩის ჰუდი რო ჩაიწყო. ზოთა გაჭირდება. მე მაგის მე უკვე იმაში ვირად ღირები. ანა ვისავე პრანჭედინე. საათია დროს აჩვენ. არა, არა. რა შეიძლება სადახა როგორ ახლა? ამსტერდამში არ მინახე. ხო, ათაშვილის. ნუ და რა მომიტანე პარკით, ან ჯიბით, ან ჩავხასმოუდა. მეც შოკი რო წავიდა ოფისთან მე გავდექი და წამოვიდე და მივიქე. მე მოვიდა, ვახო მოვიდა. ნინუცა მოვიდა. შენც მოვიდა. გამარჯობა მოგესალმებით კაცებია YouTube-ზე. მზად ვართ იმისთვის რომ ახალი ეპიზოდი ჩავწეროთ. მზად ხართ? მაშ? მე ხამთა ბოლომდე არ ვარ მზად. რა გჭირდება? მასაჟი? რაღაც ერთი ორი კვირა დაისვენებდა კაცი და მე შემოუერთდებოდა ამ შრომის ფერხულს. ეგრე რო ვქნათ, ანუ ხო არის რაღაცა ისეთი სამსახურები, რომლებიც აუცილებელია რომ ყოველთვის ვიღაცა იყოს, რიგრიგობით გადიან ხო. აი აგვისტოში ჯანელა მიმუშაობს. მორიგეობა რო ქონდა. ახალ წელს დათომ. აგვისტოში რატო ჯანელა? ამას მზე ხო არ უყვარს და იწვება და მაგით. ჩვენ ორზე რატომ თავდება სულ მსჯელო? აგვისტოში ჯანელა, ახალწელს დათო. თქვენ არა ხო? არასდროს. იმიტომ მე მოვიგონე და ჩემთვის სასიხარულო. მაგარი მორიგეობა, ორი კაცი მორიგეობა. მე მუშაობ 26 მაისს. მე მთელი თვე და შენ ერთი დღე. თენი თვე რა? ადარე ხეხა შენ თელ აგვისტოს და 26 მაისს ადარე? ეგ არის შენი ქართველი. ჯანო, რაღაცნაირად გაისწორე ეს მაიკა, თორე ისე გაქრა, კუნთები რო აქვს ჩელაგებული იმათ ამერიკელ ფეხბურთში. და შეგშურდა. არ შემშურდა, რაღაც ისე ხარ რა. არ არის აჩაჩურებელი მაპატიებს მაგას. მე გავუსწორებ. არა, მოიცა აპატიონ რა. არა, მე გავუსწორებ და იმათ მააპატიონ. აი, ლამაზად გიგა. შედარება არ არის. ახალბალებო. ახატა. всё, შენ აგვისტოში დაისვენე, ისე მოგიხარ. მოგწონს ახლა? არა. ეხაც არ არის კარგად. საკუთარი ხელი უნდა იხმარო, ესე ჩამოიწიე და მე როა იწევა კიდე მითხარი. გიგეთ. და საათი რატომ არ გიგეთია?
ვაშრობ. აშრობსო. მე მიკეთია სტუმრებში და და თქვა რატო არ მეკეთე. ისე დამრჩა დღეს არ მიკეთე. ხლა ინფორმაცია გაყიდა. არადა, ვაშრობზე რომ დამთავრებული იყო. კარგი ამბავი იქნებოდა. დავიწყოთ ახალი ამბები? შენ როგორ ახარ? მე კარგად. ცოტა დავისვენე, ცოტაც ვიმუშავე. კარგი ბიჭი ხარ? და ცოტაც რაღაცა უნდა მესამე კი. არა, რაღაცა ის ხონისძიება იყო და ქალაქგარეთ ვიყავი და თან ქალაქგარეთ დასვენებად ჩაითვალა და იქ ვიმუშავე, მუშაობა და მე მეკნი ისე ვტკივა, თუ გაინტერესებს. შენ ერთი თვე წესით უნდა გეტკინოს. ხო. ექიმებმა ხო ესე დაგავალეს. ხო, რო გეტკინება და არაფერი. მოითმინე. ამისთვის გადავიხადე რაღაცა თან ესე. მოითმინე. ხო, ეგ არის ყველაზე ცუდი, რა მიდიხარ ექიმთან რაღაც კვლევებს ჩაიტარებს და გეუბნებიან, რომ იცი რა, არაფერი არ გიჭირს. ისეთი საგანგაშო. და მტკივა. მტკივა რა არ მძინავს ბიჭო. გაგიulis. ხო. ეს ნენელა გაგიulis, ხო? ვითომ შენ არ იცოდი რომ გაგიული და ნენელა. მესამე ნეკნი აქვს ჩემ ცხოვრებაში. რაც გაიტეხე, რო ამოიჭრე ეგ ნეკნები. მე მოვიჭრე. ხო, რაღაცა დავამბობ. ეს არის პირველი ჯინუსი? ეს ეს სურათი გამოვაგზავნა და დავიტოვებ. ხო, სად მოდიოდი გზაში რომ ეს დაინახე? რითი მოდი. კახეთიდან შენ რო სამუშაოდ და თან დასასვენებლად იყავი ჩემთან ერთად. შენ წინასწარ წამოხვედი ათი. ხო, იქიდან რომ მოვიდიოდი ეს დავინახე. ვიღაც არის გამწარებული იმითი რომ მის შენობას მუშაობენ. ვენახი გვახახებული. ეხავენ, ჯანან, ეხავენ. გადაუღე და რა ვიცი თუ დაგაინტერესებ ჩავაგდებთ ხო ვიფიქრე და ეს ტროლის დაწერილს გავს. ყველა იმის მე ეს არ არის ტვალტი. ესე უწესი. ტვალტი. აბა რა არის? და რა არის აბა? ხო და არა რა არის რომ ხალხი შედის და ისაქმებს შენობის არქიტექტურა. გიბიძგებს იმისკენ შეხვიდე და მოისახო. რომც არ გინდოდეს, ბარემ მოიშორო. ხო. გიზიდავს. შეიძლება ტუალეტია. ანუ ტუალეტი არ არის. ვიღაცა ტუალეტას ეძახია. ხო და ამოასხარა ის არის ფილოლოგია, ფლობელი. ვა, ამის ფლობელი უკვე მაგარია. ფლობელი აქციონერი. კი, მეწილე. თანადამფუძნებელი. ან მარტოც არ არის. ვიღაცას რამდენი არიან რა? ფილოლოგი და ისა. ქალების ვიღაც სხვა დააფუძნა, კაცების სხვა და აბა ის რა მანქანაა იქ რო დგას. ცხვირით თუ შკოდა. თეთრი შკოდა. მაგ მანქანით ხო არ იყავით შენ? არა. როგორც ხედავ, სხვა მანქანიდან არის გადაღებული. აშკარად ვიღაცამ გააკეთა ტუალეტს. შენ რატო გააჩერე? ტუალეტში გინდოდა? არა. ჩავიქროლე და გადავიღე. აი გავს ეს ჩაქროლი ჩაქროლით გადაღებულს არ გავს. გაჩერებული გაქნა. როცა იკითხე, აუ არა და ადმოსულიც არ გამიჩერებია, ჩავიარე და თხოვე მგზავრი ვინცე მე საჭესთან ვიყავი, გადავუღეთქო და საოცრად კარგი სურათი. პროპკა, ეს რა ადგილია, იცი? შენ დეიდაშვილთან რო ვიყავით სათევზაოდ. ბიძაშვილთან. იქ ხო შუქნიშანი დადგეს და სულ ის არის. ხო, სულ საცობია. ხო და ეთქობა საცობში ვინმეს რო დაჭირდება ტუალეტი? სორი სადაც. იცოდეს რომ არ არის ტუალეტი. ხო, რამდენი ხანი დგანა. ირაკ სადადიან ეს ორი ჩუმად. და ჩვენც ვიყავით იქ კაცო. თან ჩაწერა რო ნიშანებული. მქონდა. ამეც ვიყავი. ის მაგარი მოტეხილი. თან მარტოა და სათადია. ესეთი რაღაცა შეთქმულება მოჩინოს. შეთქმულება. შემდეგ გადაცემაში წვეთოვანით რო იგებს. რო ცოტა მოიხოდოს რა გიგა. თან რა არის? ამას გაგისწავლეთ კიდე. ეთქობა ამ ტვალტს
ძალიან შორიდან უმიზნე. იმხელასი აწერია, რომ გვერდზე სოფლიდან ჩანს, რომ ეს ტუალეტია. Ну, ისტორია ალბათ ესეთია, ვიღაცამ გააკეთა ტუალეტის პრივატიზაცია და შეუძალა მიზნობრიო. და გადააკეთა ოფისად ან საწყობათან რაღაცა. ბიჭო, სხვათა შორის იქ იყო. იკვიძის ბაღში იყო ტუალეტი. ბიჭო, ეს ტუალეტი ხوار დაუნებიგოთ. გაცილებით უფრო ის არის. აუტანლობა, აი საზოგადოება იყო. სად აპირებ დანიელ გვას? ქართულ ენაში. ხო და როგორ აპირებ? აი სულ ტუალეტს ვიხმარ და მე გამომიჩნდება ეს ტუალეტი. ერთხელ გადააკეთეს რესტორნად. კი, კაცო, ეგ არ არის ერთეულოვანი შემთხვევა. ისა რომ ვაკის პარკის შესასვლელში იყო რესტორანი გახსოვს ყაზბეგის და კაიხანი ტუალეტებს ეცახდნენ. კი, ტუალეტები ერქვა. ტუალეტები ერქვა. იმიტომ რომ მანამდე იყო ტუალეტები დაანგრიეს საერთოდ და სხვა შენობა ააშენეს, მაგრამ ნუ ხალხისთვის დიდი ხანი რესტორანში მიდოდი, რომელ რესტორანში მიდიხარ ტუალეტებში. ესე ხოდი და მიცუნცულები გებად. მიგერთვა რა. შემდეგ ნიუს უბრალოდ ეს დათოს ნიუსი იყო და ექსკლუზიური. ხო. და ნიუსებზე რო გადავიდეთ, ილია თოფურიას საოცარი გამარჯვება იყო. ბიჭო, კინო იყო უფრო რა. კინოში რო არის, ხო იცი რაღაც წინა ნაწილში რო რაღაცა სიტყვის და აბაში ასრულებს თუ არა და აბა რა მოხდება და რაღაცა სცენარით წარიმართა. ილიას დაწერილი სცენარით წარიმართა ჭუბი და ხო არა პირველ რაუნდში მოვიგებო და ნოკაუტით მოვიგებო და ხო და ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. ტრამპი იყო? არა, ვერ მოახერხა. ვენსი ვინ არის? ვიცე-პრეზიდენტი. არა. კოცებისკენ როა ის ქალი? კიმბერლი ლოუ შიგნით არ შევიდა და გარეთ იყო. კი, გარეთ მონიტორთან უყურებთ. მაგრამ ახლოს იდგა მონიტორთან. ძალიან საკაიფო იყო რა. მე ვერ ნახე. არ უყურე? არც მე არ ნახე. მე რო თქვეს რომ ისე სწრაფად დამთავრდა. ხო და იმდენად ისეთი ის არის რომ ბევრი საქმე რომ მწკონდეს იმდენად მალე მოუგო რომ უცბად ნახავდა. დაიწყო და დამთავრდა. არა, მე და ნიკო 6-ზე გავიღვიძეთ. თე ივენტს უყურეთ და მანამდე იყო ძალიან მაგარი ბრძოლა ერთი, აი ეგ იყო კინო. კარატეზე და ჩხუბზე კინო თუ გინახია, ეგ იყო. ოლივეირას მოუგო? დიახ. და ის ოლივეირაც რა კაი კაცი ყოფილა. ბიჭო და თან მანამდე ხო ჩაეხუტრენ იმაზე, შეხვედრაზე. ამან ხომ მიტყიპა და ყოფა უტყირა და მე კიდე ჩაეხუტა. კიდე ჩაეხუტა, ხო. დადებითი ადამიანი ყოფილა. მე ვიცი რომ ის ოლივეირა ბავშვობაში იყო, გულის ის ქონდა. მან კი შუილი თუ რა ხმაური. და ექიმებმა უთხრეს მშობლებს რომ ეს სპორტს არ გააკაროთ. მართლა? და მეორე დღეს მიიყვანა სპორტზე მშობლებო. ისე მოძულებული ყავდათ ეს ისე წერგი იყო. არა, მაგარი იქნა. მაყურებლების რაოდენობა ესპანეთში იყო იმდენივე, რამდენიც რეალ მადრიდის თამაშებს რო უყურებს ხო. დილის 6 საათზე. იქ მოუწევდა ხო, უფრო ადრე, ხო. ხო, უფრო ალბათ. ხო, 4-ზეა. ხო, 4-ზე. 3-ზე. ანუ ეს იყო ჩვენი დროით 8-ის ნახევარზე. ხო, იქ მოუწევდა 6-ზე, რა 6-ის ხო, ნახევარზე. 6-ის ნახევარს. 2 საათით წინა. რა უშავს სიესტა. ის ნახე? იძინებენ ეს. არა, გამოიძინებენ, მაგრამ რო არ დაეზარათ და ადგნენ. არა, ჯიგრები არიან. ბაგარი აქვს. შენ ხო გაგდათ? ვინ მიულოცა ნახე? ბანდერასმა. ხო. სად მოძრაობს, რას შვება ბანდერასი? ანტონიო რა, იცი, აი ესე რა მოხუცებული არის და აი ესე ადგება უყურებს იერსის. ხო, რაღაცა ჩემი იმის გიტარებით იმით რომ დაქონდა იარაღები, მაგის მერე აღარ მინახი. დაიკარგა, მაგის მერე დაიკარგა. ულივ ეგლესიას. ბანდერასის მუსიკაზე გამოდის. ტარადიდა თან თან ტარან ტარადარადან ტან. ეგ უხდება რა ესპანურს. ხო და ისა რა იმიჯის ხო ეგეთი აქვს ვარდი ხელში უჭირავს ხოლმე. ეს ხო მიაგდო. რამე რო ვიჩარჩო და დურურუმზე რო გამოვიდეს ერთი ბრძოლა.
ერთი უმნიშვნელო ბრძოლა. იანვარში თუ იქნება ეზოში რო ეჩხუბები ადამიანს მეზობელს, იქ მაინც რო გამოვიდეს ხობის გადაწევაზე. იმე ასეთ მაცხობ ხა ჭაპი. ორი კაპიც რა. მაცხობ თუ მაგრაც აღწევს წინ რა. შემდეგი ახალი ამბავი არის შავ ვინ ხართ ისინი რა ქვია მეთევზეები? ხო, ჩვენ ვართ. შავ ზღვაში ტოქსიკური თევზის ვერცხლისფერი მუცელეკლიანის მოპოვების ფაქტები დაფიქსირდა. ეს ვერცხლისფერი მუცელეკლიანი ყოფილა ცნობილი თევზი რო ფუგუ. ხო. წუნიანი რო კეთდება და ძალიან სპეციალური გაკეთება რომ ხო, მაგის მონათესავია. ვა. და გამოჩნდა შავ ზღვაში, როგორც ჩანს ხმელთაშუა ზღვიდან აბასხვადეს არ ვიცი, შეიძლება მე ჩაიტარა და ჩააგდა, მაგრამ შანსია რომ ჯიბით მოიტარა და ჯიბით ან რაღაცა გეიმს შეყო ან რაღაცა არალეგალებს არ ვიცი. თვითმფრინავი ჩამოვარდა იქ ომისაში. თვითმფრინავში ფუგუ უფრო უცნაურია. ჯიბეს შეედო ვიღაც. და ის ჩხლეტდა. და ის არის ძალიან საშიში თევზია გარემოსთვის, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მონადირეა, იმდენად ძლიერი ყბები აქვს, რომ ბადეებსაც აფუჭებს რა მეთევზეებს. და ბევრად მაგარი მონადირეა. და ამიტომ ძალიან საყურადღებოა, რომ არსებულ სახეობებს არ მოუსპოს დაერიოს. ხო. ადამიანს შეიძლება არა, პატარა. კოჭში ჩააგოს კბილი და შეათრიოს. უფრო ეკალი შეარჭოს, უფრო სწორია. ეს არის? ხო. აბა რა გეგონა ეს რატო იყო აქ? იაქარიანი თევზზე ყო. თიაქარია. ეს არის იბერება რა. ადამიანის იაქარში გადაიზარდა. ფუგუ რომელიც არის იბერება რა, ხო? იბერება. ეს უკვე გაბერილია. ეს იკეას ფუგუ. და სადმე თუ აღმოაჩენთო ან დაინახავთო, შეატყობინეთო. ანუ ტოქსიკურია. ვის უნდა შეო უნების დაცვის. ხო, აი ატყულში რო დავრეკო რომ ფუგუს ხედავ. ფუგუს არა, ამას. ფუგუს ნათესავს ბიძაშვილს. ისინი მე მუცელეკლიანი დავინახე შავ ზღვაში. 112-ზე რო დარეკო და ცოტა ხანში რო გადმოგირა. აი გამოსულია სახანძროს ამას. და არ გაუშვათ. სხვათა შორის მე ერთხელ დავიჭირე შავ ზღვაში რაღაც თევზი და გვერდზე რომ მეთევზეები იყვნენ, იმათმა მითხრეს რომ ეს არ გაბედო და არ შეჭამო, შხამიანი არის. შეიძლება ეს იყო. ეს არ იყო. სხვანაირი იყო და გაუშვი. ის ხო არ იყო შხამიანი ეკალი რო აქ. მაგას ეძახიან ზღვის ძაღალს თუ რაღაც. სოკო ხო არის, შხამიანი სოკო. გორჯოსავით არა, ბრტყელი იყო და ესეთი. დიდი. ისე ჩვენ დინარეებში უნდა იყოს ლიპიანი თევზი. მოხდება საერთოდ. მაგას რო ის ფარფლი რო დიდი ქონდეს რა მუცელს ეს ეწოდებოდა. სუფთა ქართული თევზი. ესე იცრე დაკ. როგორ ის ზურგზე. კი რა ხავს თევზი რომელიმე ზურგზე რო ცურავდეს ესე. ვეშაპ. და მუცელს რო იმაშებოდეს, იზაგრავდეს. ეგ დედალი. ხო. და მამალი იტყაპუნებს. ნიუ-იორკ პოსტის სტატია მომდევნო ახალი ამბავი ჯენზი თაობაში ღამის რეივები ფართები ანუ ღამე რო აწვევდნენ და არ გვაძინებდნენ მოდიდან გადადის და ითვლება რომ აღარ არის პოპულარული ახალგაზრდებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება დილის რეივები ესპრესო ჩაანაცვლა ტეკილა და დილით ესპრესოსთან ერთად მზის ამოსვლას ხდებიან ალბათ და usmenen ამ მუსიკას ხო არ ვიცი ალბათ იგივე მიმართულების მუსიკაა თუ არა მაგრამ ანუ ღამეს აღარ ათენებენ ადრე წვევიან და დილით ადრე დგებიან ან არ წვევიან უბრალოდ დილით მიდიან არ ვიცი ანუ ღამე ვინც გაიფობს ჩამორჩენილი ტიპები არიან კი გოიმები ну ეხა რაღაცა პერიოდი ღამეც გოიმებაც უნდა შეგვაწუხოთ და ხტილას მათმაც ხო პრადვინო ჭერვა რაღაცა პერიოდი ესე იგი 6 საათი სტატიაში ესე წერია რომ როგორც ჩანს ჯენზის წარმომადგენლები გაცილებით ადრე გადავიდნენ ბებიის ფაზაში ან ბებიის ფაზა ეთქვა ითვლება რომ ადრე უნდა ხო ბებიაჩემი ადრე დგებოდა კი ხო მართლა ბებიაჩემ ბაბუაჩემიც ხო და გადიოდა ბოსტანში და იქ რეივი და მტელი ხა.
ჩვენები ვენახში მილენიალებისთვისო მოსაწყენიაო რა ისინი ისე ვიქარიან რაღაც არ დაიძაბოს მან სიტუაცია ხო მაგრამ ისე დაშორდნენ დროში ერთმანეთს როდის უნდა დაიწყო შეიძლება ვერ ნახო ვერ გადაიკვეთენ პირიქით კაცო ეს გამერო ათენებენ ესენი დილით მოდიან და ხო და ესენი იძინებენ და მე თუ არ დაიძინეს და გადააბეს ხო არის რომ დაბორიალობს და ვერ არ ეძინა ხო კი შერასიზავდი კაკა ფაი დილის ის კირჩემია რეივი თუ ღამე ძალიან მიჭირს დილით ადგომა შეიძლება იმიტომ რომ გვიან წვევი ხო და დაწოლილი რო ირეიგო საღამოს რომ მივიდე დავწვი და რომ გავიხვიცო ოღონდ სამას რო იფარე სამჯერო ცალი ხელი გამოყოფილი და რეიგო მაგრამ ადრე როგორ იყო ყოველთვის მიჭირდა დილით ადგომა მაგრამ ეხლა ვატყობ რომ გვიანაც ვეღარ შევჩერდები დიდი ხანი რა გამოუძინებლობა მკლავს რა მე კიდე ძალიან ცუდი რამე დამემართა 7 საათზე მეღვიძება ხო გარი შენი ყოფილა რეივი გამოვტანტალდები და მე შევიბრუნებ წილს და მძინავ საათით და ცუდი რატო არის ცუდია აბა მე მასე ვარ ბავშვები რომ იყო სკოლაში მე რომ ვიბრუნებ წილს ცუდი აბა რო ადგები ერთხელ და მე რო დაწვები მეორე დღე გგონია ხო დღეში ფაქტურად 2 დღეს ხარჯავ ზუსტად მართლა გეუბნები ორი გაღვიძება 2 დღეს ხარჯავ ხარჯავ ხო შეიძლება უცებ მოვწყდე ხო ეხლა დილით 7 საათზე რო იღვიძებ ხო იძინებ რომ ლამდე გძინავს 11-მდე და ღამე რომელზე იძინებ 7-ზე რო გეღვიძება ღამე პირველ 2-ზე ვიძინებ და 7-ზე მეღვიძება ანუ ორი თანასწორი ისა ანუ ფაქტურად ძილში მაქვს შესვენება ქრისტეს ჭამისთვის ხო არის პისი უნდა პისი ჭამისთვისაც ხო არის ისედაც მე არის შემთხვევები რომ ღრანჭი გავკარი რაღაცას მაგპერი მაგიტო გეღვიძება მაგიტო სიბნელეში შემთხვევით უმი ბადრიჯანი შეჭამა არა მაშინ უფრო ხილი მაგას აუ დილით ხილი რა გაიარა ხო მე მითხეს დილას აია კაცი დილის ოღონდ დაძინების წინ კი არა ეგ არის ის დილა რომ გაიღვიძებ და გაიღვიძებ ხო და იმ მომენტში რომ გაგვიზებული არავინ არის ის დამეცინება ბატარია მეც მასე ვარ შენთანა ვარ ფოტოშოპ ჯერ კიდე ბედნიერი უნდა იყო მე მოვა დრო რომ აღარ დაგეძინება მეორე ჯერ და მოვადრო რომ აღარც გაგეხვიძე ეს უნდა დააბა ეს მე რაღაც გაგეღვიძება იქნები შენთვის მაგრამ ამას უხილოთ ძილში ერთ ღრანჭს გაგრაფე ამას ძილშიც ხო ჩართული აქვს ისა კი კაცო აბზორი ეს არის გადაეჩვიე მაგას თუ ჩართული რა არიცი მაგით ვიძინებ და მე რაღაცა მომენტში ის იშება თავისი ან გადადის სხვა რამეზე ჩვენ ბავშვობაში ხო იყო ეგ გამოუვიდა ზღაპრები რო იყო ისა სპაკოინი ხჩიმალიში ეს გადაეზარდა ამას აბზორებში ხო ის ყველა ნანახი მაგ ჩეხეთში თახვებმა მაგარი დასასრისია ჩეხეთში თახვებმა ერთ ღამეში ააგეს დამბა რომლის აშენებასაც მთავრობა 7 წელიწად ცდილობდა მოკლედ ეხა რა მოხდა ეს თახვების ამბავი ხო იცი რომ მე დამბებს რო აშენებდნენ ხო რაღაცა ადგილი იყო სამხედრო ბაზა იყო და ეს სამხედრო ბაზა რო აეშენებინათ ძველი სამხედრო ბაზა ჭაობიანი ადგილი იყო და დააშენეს ის დააშენეს სამხედრო ბაზა მე სამხედრო ბაზა გაუქმდა და დიდი ხანი მიდიოდა ჭაობა რომ დაუბრუნოთ ისევ ის სახე რაც არის და რაღაცა ავაშენოთ რომ ისევ ჭაობი და წყალი იყოს როგორც იყო და თუ არა და მოკლედ მიდიოდა ოპოზიცია პოზიცია როგორც არის ხო იცი იქ ვერ გადაწყვიტეს ბიუჯეტი არის და თახვები ესე უსმენენ თახვები არ ვიცი უსმენენ თუ არა მაგრამ რაღაც ადგილი მოეწონათ და ააგეს დამბა და დააჭაობეს ისევ ის ადგილი უნებას ვერაფერი ვერ დაუდგება რა თქმა უნდა ტენდერზე აღარ იქნება ეს შეკითხვები შემდეგზე თახვებმა თუ შეიტანეს ხო მოიგებენ ეგენი გამკეთებლები არიან ბიჭო ეს თახვები მას ვერ გააკეთებენ ვარკეთილის მეტროს ჭერს ჭერებში უჭით მაგრამ ვინმე რომ მიუშვა ეგენი უხლები ან რაღაცები შეიძლება ციყვი და ვინც დახტეს რა ესე ტენდერში რომ მერცხალი და თახვი ყავს მომგონი და ობობა იწვის მოუქსოვა მე ოჭერს და შენზე ობობა უფრო ინტერიერი რა შენზე მეტი რო გაკეთებული ყველას სამივეს ჯერ ხარ აუცაიდე
დიდი დამბა ანეტა. რა მნიშვნელობა აქვს? გააჩნია ლანდშაფტი როგორია, შეიძლება დამბა პატარა, მაგრამ დიდი ადგილი დააჭაობოს რა. დიდი კამათი მიდის მაგაზე, თახვი სასარგებლოა თუ მავნებელია. მე შენ მისკენა. მაგჩი დილში. მე ვინც იძახის რომ სასარგებლოა, იმიტომ რომ ესენი რომ დამბებს აკეთებენ, მე რამდენიმე წელში შეგიძლია მიხვიდე იქ და ინტერვიუს. ოღონ ჩვენთან არ არიან ეს თახვები. აბა მოწინააღმდეგეებს ხო, ბიჭო, ჩვენთან არ არიან. არიან. მოწინააღმდეგეებს არგუმენტებს ხავს. ხეებს ხრნიან თუ და მეშვებიან რა. ხეებს ვრგნიან და დაჭაობდება ის. ესეც ხო. ოღონდ ისა დამპალხეებს ეჩალიჩები. არა, თელსაც იმას არ გინახია. ნებისმიერს. ყველაფერს თვითონ ჭამენი. კვილი ესდება რომ თუ არ ხრნა ვერ გაწვდება და სულ ხრნის. კაპები რო გაუკეთან. პლასტმასის ისინი ბოქსერებს რო უკეთიათ. აუ რომელიმე ისე არასამთავრობო მაგას და აფინანსებს. ეს თახვები რო ჩამოვიყვან და ახაც რო აკეთონ რამე. სანამ რო ჩამოვიყვან და სანამ გავარკვევთ რა აკეთო შენთან რო იყო. ეს საკაფობე ხო ჯერ ვერ გახსენე. უცბად აგიშენე. ანდრო თახვები შევყაროთ. ხო, მაგრამ ის არის ხე უნდა კაცო ბევრი და საერთოდ მე არ მაქვს მაგდენი ხეები. დავიჩრიოთ. ნახერხი არ წავა? არა, თვითონ უნდა ახლა საერთოდ ესე წამოს. ნახერხი არის ემიჩკამა. მე მაქვს ცოტა ძველი პარკეტი მაქვს და მოგიტან. რაღაცა 1-2 კვირა გაატანინოს. ბევრი კვირა აჭამე. შემდეგი ახალი ამბავი აბა მიდი. ირლანდიის ქალაქ კორკის ესეთი ქალაქია, ერთ-ერთ პაბში 5 წლის წინ მოპარული კათხა ფრანგმა ვიზიტორმა ქალბატონმა უკან დააბრუნა ბოდიშით და წერილით, ან ბოდიშის წერილით და 10 ევროც ჩადო შიგნით. დაიცა ირლანდიიდან მოიპარა კათხა ირლანდიაში. ანუ რახან წაიღო ირლანდიიდან მოიპარა და წაიღო ეგ შეგვიძლია ამოგეჭრეგნიუს და შენ საკაბაბეში გააკეთე. რო სამაგალითო იყოს. ინვენტარი არ დაიტაცო. პირიქით, ეს არის მაგალითი იმის, რომ წაიღო დაიტაცო ინვენტარი და 5 წელიწადში ან გამოგიგზავნიან ან არა. დამღუპავ 10 ევრო გადააკეთე ასად. შენ წამოგიღია ბარიდან რამე? მე სხვა შორის ისინი მომქონდა ხოლმე ადრე რა. დასადებები ლუდის, მაგას ვაუბრობ. სასტუმროდან მომქონდა რაღაცეები. სასტუმროდან ყველაფერი რაც ერთჯერადია იმის გარდა. პროსტინის. არა, ჩუსტების. ჩუსტები არ მოგაქვს? აა, ფეხი არ გეტევა, ხო. დებილობა. ეს არ მოგეხათო რაღაც პერიოდი მოგქონდა. არასოდეს არ მომქონდა. ჩემი იმითი მივდივარ, ვერ ვიტან იმის ჩაცმა. მე მომაქვს დედაჩემს ჩუქნი ხოლმე უხარია. არა, ეგენი არ მომაქვს. დანარჩენი მომაქვს და ეხა ჩემს საწინააღმდეგოდ ქნეს ეს თუ არ ვიცი რატო. ბიჭო, ისინი რო დაკიდეს, ხო? კედლებზე კიდებენ უზარმაზარ რაღაცებს. რას კიდევ? უზარმაზარ. ანუ ადრე ხო შამპუნები ესე ელაგა ხოლმე, ეხა ისა. კედელზეა და მიაჭირო და ჩამოასხა. და მე ყოველთვის დავდივდი ჩემი საპნით, ერთი კვერი საპონი სულ მიმქონდა და იმას ეს ძგაფ ჩაუყრიდი და მომქონდა. კვერი საპონის საზომი ერთეულია. კვერი. კვერი? ხო, და ისინი კვერი არის ერთი საპონი? ხო, კვერი, ანუ ერთი ცალი. აი, დიდი სარეცხის 72%-იანი ის არ არის კვერი. აბა რა? საპონია, სარეცხის საპონი. რაღაცნაირი ერთეული არ შეიძლება. ამერიკელებს ყველაფერი უკვე უმართული ხო ეგრე ზომავს ეს. სულხან საბასთანაც კი არ შემხვედი. ერთი კვერი საპონი. სხვათა შორის ირლანდიას ვეთამაშებით რაგბს. ზეგ. საქართველოს ხვალარა და ზეგ. ეს როდის გავა? ხუთშაბათს. ზეგ, ხო. ხო, ესე იგი ზეგ. შევახსენოთ მაყურებელსო, TBC ბანკი არის მხარდამჭერი საქართველოს ნაკრებს უკვე 10 წელი. ასევე შევახსენოთ მაყურებელსო, შაბათს ჩვენი ღონისძიებაც არის. ხო. დათ შაბათს და კვირასაც. კი, კვირასაც არის ჩვენი ხა, ხო, კაცები ლაივია შაბათ კვირას. 6 PM. ანკეტები რო შეავსონ და გთხოვთ, ვინც აიღეთ ბილეთი, შეავსეთ ანკეტები და გამოგვიგზავნეთ, იმიტომ რომ ეს ანკეტები არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საინტერესო ნაწილი ჩვენი ლაივების პროგრამისა.
ლაივების პროგრამის ხორც პროდუქტები რო იქნება თქვი. რა თქმა უნდა. თეატრში ადრესოფლიო. ესე გარდა. და თვითონ რო არ უნდა თქვა და ეზარება. არა, არ ეზარება. იცის რომ შენ უნდა თქო. მოდი ახლა შენ თქვი. ნიკოლა ხორც პროდუქტები არის კაცები ლაივის სპონსორი და ერთად ადრესს ეგრეთ მოხვიდეთ და დაგეგმოთ ჰოთ-დოგები. უგემრიელესი ჰოთ-დოგები. შემდეგი ახალი ამბავი არის ჯეფ ბეზოსის და ლორენ სანჩესის ქორწილი იყო ვენეციაში. ყველა ამის გამო ვენეცია ნაწილობრივ დაკეტილი იყო. 27 ივნისს გაიმართა ეს ქორწილი. ადგილზე უსაფრთხოების რაღაც სუპერ ზომები იყო, მარტო ბეზოსის გამო არა. იმდენი ვიღაცა იყო მნიშვნელოვანი ადამიანი ჩასული რომ ამის გამო ჯეფ ბეზოსმა ქორწილი დაჯდა 200 მილიონი. 2 მილიონი დოლარი გადარიცხა სხვადასხვა შენობების რეაბილიტაციისთვის და სტუმრებს თხოვა რომ საჩუქრები არ მაჩუქოთო. მაქო ყველაფერია. რომ მინდოდეს ამაზონზე ყველაფერი მე თვითონ ავიდა. უკვე მიყრიაო და ხო და ამიტომ ეგ თანხავა რაც უნდა გეჩვენოთ ჩემთვისო გადარიცხეთო რომ ვენეციაშიო ბევრი შენობა ისეთი რომელიც წყლის გამო გამაგრებას იმას ითხოვს და ამაში მოხმარდეს. ადგილობრივი მოსახლეობას არ მოეწონა ეს ამბავი და რაღაც გამოსვლებიც იყო რომ ეს ბეზოსის საკუთრება არ არის ვენეციაო ესე როგორ დაკეტაო. ანუ მაინც იქაც იყო უკმაყოფილო ხალხი. კარო, რა მაინტერესებს იცი? ანუ იქაც არის ფულის დაწერა? არა, დაწერა არა. საჩუქრების შუქება ხო არის და თან მე მახსოვს ბოლო ნიუსი ქონდა ინდოელი რო არის მილიარდელი. ხო. იმის შვილის ქორწილი იყო და ვიღაცა შეერცხვა, იმიტომ რომ ფერარი აჩუქა და ეგ რა საჩუქარიაო ხო გახსოვს და რაღაც ეგეთი ნიუსი ქონდა ჩვენ და ბიჭო, 200 მილიონი დაიხადა ქორწილში? ხო. 200 მილიონიანი სეფა წარმოიდგინე მთელ საქართველოს გადახურავდი და დასვა. ეხა ამას იმას ვერ აჩუქებ რა, სუნამოს რომელიც შენ მოგიტანეს და აღარ გჭირდება და მიუტან. რაღაცაა. ბიჭო, ეს 200 მილიონი, ეხლა წარმოიდგინე საქართველოს სულ 4 მილიონი კაცია, ხო? 200 მილიონი. არც კი. 200 მილიონი 4 მილიონზე რო გაყო 204-ზე, ხო არის $50. $50 არ ჭირდება კაცი. არა, საქართველოში დასვამდი ყველას. მაგპასად აი აბსოლუტურად ყველა გამოდით მთელი საქართველო მიკეიფებდი. მიკეიფებდი და არჩენობის რეაბილიტაცია დაჭირდებოდა და $50 ბიჭო მაგარ სუფრას გაშლი კაცო. კი კაცო, კი, ქორწილის სუფრა ასატრინაც იქნება. აბარა, ქორწილის სუფრა 100-120 ლარი რა. ეს ფუგუც იქნება ვერცხლისფერია მო. ყველაფერი იქნება. კი, 30 ლარი უკვე გართობა და მუსიკოსი. დოლგარმონები. ყოველ 50 მეტრში. ხო, ანუ მაგპასად შეეძლო ყველაზე გინესის რეკორდების შესულიყო როგორც ყველაზე დიდი სუფრის გამშლელი. 4 მილიონიანი სუფრა გაშალა საქართველოს. ხო, გადაეხადა. თერი ერი ვიქეიფები. ბიჭო, თან კარგი სამზარეულობა აქვს, ის ვიცით, პატივისცემა ვიცით, მე მოვასვენებდით ღამესადმე ქუთაისში. გუთა, არა, ეხა მეფე დედოფალი შუაში თუ უნდა დაგვესვა, მაგათ მოუწედოთ ღაშურში დაჭდო. ხო და არ არის კაი. შუაში არ უნდა, ამიტომ მოდით სუფრის თავში ამ თავში ზიახოლმე, კაცო. თავში, მაშინ ლაგოდეხში. არა, ბათუმში ზღვის ფონზე უფრო კაი გადასადებია სურათები რა. და უკანის ფუგუ ჩამისვი რა. აი თამადას მოუწევდა ხაშურში რომ ეკონტროლებინათ რა. და მოადგილები და მოადგილები ხო? გურია ქარელში. აკეთ ლაგოდეხში იქნება ბოდიში არის მის მანდედამ რა. მერიქიფე ივლიდა დიდი რაღაცა ბენზავოზი თუ რა ქვია რამით რომ დაიგებიან. თელი ბიჭო აი უკვე რაღაცა არის. ხე დაინახე ხო ქორწილი. ეს რა არის ჩავიდნენ დაჭაობებული. თელი საქართველოს რო პუსპუსებს ქორწილი გვაქვს. აბარა ყველას ლამაზად გვაცვია. მე ყველა დაწერდა 1.50 ლარს ყველა დაწერდა. ოხ ბიჭო ეს ახლა ამაზონის პატრონი ხო არის? არის. რამე რო იყიდოს ამაზონიდან. ხო რა.
იხდის ფულს თუ არა? არა, იმ დღესვე მოდის. შენც რო იღი და შეგიძლია რომ იმ დღესვე მოგივიდეს. აქ არა. აქ არა. აქ არა, იქ რო იყო Amazon-ში. მეორე დღეს რომ მოგივიდეს, ყველა ვარიანტში იმ დღესვეც არის ერთი დღე delivery-ც. ხომ არა ის ფაქტია, რომ 1 GB-დან ამოიღო მეორეში. ჩაიდო კი, რა თქმა უნდა. არც ეგრეა, გადასახადები ჩამო. ეს ახალგაზრდა ცოლი მოიყვანა თუ შესაბამისი ასაკის? ამის წვნელი იყო. ის წვნელი არის? ხო. ეს ხო კოსმოსში გაუშვა. კი. ვინ? თავისი მეუღლე. კეთი პერი ხო მოდერატორია. კოსმოსში ნამყოფი ქალი შემოუშვა. აჯერ შემოუშვა, მერე გაუშვა. არა, მე ჯერ გაუშვა. ნახე კოსმოსში როგორ. კოსმოსით გამოსცადა უწონობაში. ხო არის კეთრი. ადრე კოსმონავტს დიდენ აბანოში. ხო აბანო იყო, ეხლა არის კოსმოსი. ჩამოვიდა და უკვე. ხო. ვაჰ, ბიჭო, კოსმოსში ნამყოფი ცოლი ყავს. ეხა მე რო გავხსნი საქავოეს სკოლა დავკეტო მეც ვენეცია. ცანუ ცნაურის ვენეცია რა თქმა უნდა დაკეტო საქავოეს როს, მაგრამ მაინც. შემდეგი არის რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პოდკასტში ხელოვნური ინტელექტის ChatGPT-ის შემქმნელმა სემ ალტმანმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ ხალხი ძალიან მაღალი ნდობით არის ChatGPT-სადმი მიმართო რა, რასაც საინტერესოა, რადგან ხელოვნური ინტელექტი ხშირად აყალბებს ჰალუცინაციებს განიცდის ესეთი ფრაზით თქვა. სინამდვილეში ეს ის ტექნოლოგია, რომელსაც დიდად არ უნდა ენდო. ხოდა მაგიტო ვამოწმებ მე რამდენიმე ხელოვნური ინტელექტი. ამასაც ვკითხავ, იმასაც გაკ თუ ყავს. მაქვს. და რაღაცა ესე გამომყავს შუალედური აზრი. შენ რას გეძახი ის? დათოს. დათოს? მე ჯიპოს ვეძახი. ჯიპო? მე ძმას მეძახის. ერთხელ მეწერო მადლობა ძმა მეთქი და კაი ძმაა და მე ძმა. ძმები ვართ რა. და სხვათა შორის მეც შტერობა მირჩია. თევზაობაზე გითხე რა მე? ხო, თბილისის ზღვაზე მეთქი თემქეს ფრიდან რა ჯობია თქო, რა სატყუარა თქო და შტერობა მითხრა. იმიტომ რომ ეგ თვითონ აქედან თევზა. ხო, ვარკეტილიდან მოდის. ძალიან საყვარელია ტყუილს რო იტყვის და თავს რო იმართლებს. უკან რო ეხევს რა. რა მოგატყუა შენ? რა ბევრი რაღაცა არის ის, მაგრამ რაღაცები ძალიან მაგრა იცი. რაღაცები ცოდინები. ფიზიკა, მათემატიკა, ისტორია, იცის და თანამედროვე. ხო, აი ხა თბილისზე სად ვითევზაო, ეგ არიცის რა. საპატიო თბილისელები ვინ არიან 2023 წლის ეგენი არის. აუ ეს რა მსიღრმეზეა შესული ლაპარაკი. შენ არ кайფობ, მე ძალიან ვერთობი მაგითი. მეც ვერთობ. აუ აი მილიონ სიდებილეს ვეკითხები. ეგ არის მე დაგჩიპავენ და საშიდელი. არა, ეგ დაჩიპო, კი დამჩიპეს. შენ არ იყავი დაჩიპოზე? პოლიკლინიკაში. დამჩიპეს საკაიფო ჩემი გამკეთეს. ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები. კარგი ბიჭი. სტუმრების ნაწილზე უნდა გადავიდეთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ვინ იცის მერის სერიალია ესეთი. ამ სერიალის მსახიობები ნატალია ჯუღელი და პაატა ინაური. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? გამარჯობა. როგორც შეგვიძლია? გამარჯობა. ნატალია ხო დათო? სასიამოვნო. პაატა. დათო პაატა. ირაკლი გიორგი ირაკლი. სასიამოვნო. ჯაფარა. ნინუცა. სალომე. რო კითხულობ ეხ მამაღალი ცინცო ეს არის. გვახოიე. ახალი სერიალის ამბავზე ვართ შეკრებილი ხარ. რა გამახარებდა? ისეთი სიტუაცია რა გამახარებდა? რა ხდება, რა სერიალია? როდის ნახავთ მოკვდავები თქვენ ალბათ რაღაცები ნახეთ თუ არა? მე არ შენახე, ყველას ნახე ჩემ გარდა. მე ჩემ გარდა ყველა ნახე. მართლა არ განახებენ თუ პრინციპულად არ უყურებთ? მე პრინციპულად არ უყურებ. ანუ სპეციალურად გადაცემაში გამოგეგზავნეს ადამიანები, ვისაც ნანახია რა. ტიზერები და რაღაცები არ დაიყრება. ზუსტად, ანუ სპოილერი არ ექნება. რა ხდება, რა სერიალია? ვიცი რომ 9 სერიაა, ხო? ხო, კი. მე დავიწყო, მე მაშინ გადავიღეთ ეს სერიალი 1 წლის. ამიტომ არ გვახსოვს არაფერი და იქნებ გამახსენდეს რომელნაირად 1 წლის წინ არის. კი არ არის, აღარ გვახსოვს სერიალში რა ხდება. მაგრამ სერიალი არის ვინიცის მერი, ასე ქვია, ვინიცის მერი და ვინიცის მერი. არავინ არ იცის.
კავეა პლუსის სერიალია და 10 ივლისს გამოდის. ეხლა შაშან რო გადაიღეთ. ეს აძველებთ რომ ღვინოს დავიყაი და ერთი წლის დაძველებით. თუ ასე თუ ძალიან ცუდ დროს ელოდებოდი გამოგე. არა, დრო ჭირდება რომ დამონტაჟოს. ისე მართ დეკემბერში უნდა გამოსულიყო, მაგრამ რა ხდება სერიალში? მერი ვინ? ჟანრი და მერი ადამიანის სახელია, მე მეგონა მე მეგონა რომ აი ქალაქში რომ მის საწყობებია და მაგ თემატიკაზე არჩევა თემატიკაზე რომელია მერი? თუ ხალხი ყვირის რომელია თქვენში მერი? რომკომი მე ვიცი რა. რომანტიკული კომედია. ჩვენც ვიცით. აი შენ რა თქმა უნდა ბევრად მე სადუიღავი შენ რომ შენ რო იგიცნობ მაგრამ აი რამდენიმე დღის წინ გავიგე აია მაგრამ მეც ვიცი არის რომანტიკული კომედია რასაც სათაურიდან მივხვდი და არის მერი არის გოგონა სახელად მერი ჩემზე უფროსი რომელსაც მე ვასრულებ შენ ხარ მე თამაშობ მერის შენ ასრულებ შენზე უფროსი ადამიანის როლს ასრულებ რა საკში ხარ მერი აი 60-ში არა 35-ის არის დინათ ანუ აი ძალიან ბევრი ის რო გადაიღოთ ეპიზოდი რაღაც დროს დაეწევი იმედი შეიძლება აღარც დავეცი და მერის არც ვიცი როგორ ექსი ვარ მე ხო და ექსები ვარ თუ რაღაცა პასივ აგრესიული ურთიერთობა გვაქვს მე და გუგა ქვია ხო ეგეც არ მაქვს ხო ერთი წამით ეს ექსი პასივ ტოქსიკ აი ხა დავალაგოთ და ქართულად მომიხართ იმან იცის რა არის ექს ყოფილი შეყვარებული თუ გაფოგებული თუ მეუღლე და არა შეყვარებული კარგი მაგრამ ტოქსიკ მე მგონი ვარ მე ასე გაშორდნენ იცით რა შესაძლოა მე პასუხს ვერ ვაგებ იმიტომ რომ როგორ დაამონტაჟეს არ ვიცი მაგრამ რაც მე მახსოვს რაც გადავიღეთ მოდი რა ვქნათ თქვენ ჩვენი ვერსია მოხდა ჩემი ვერსია არის ეს და როგორ ცხორი ხოლმე ციგნის ვერსია და ფილმის და ციგნის ვერსია რო ჯობი ეძანი რო ჯობი რომ მერი და გუგა ცდილობენ რომ დაშორდნენ ერთმანეთს ვერ შორდებიან და მაინც ხვდებიან ერთმანეთს მე შორდებიან და მე მაინც ხვდებიან და ამას ქვია ეს ტოქსიკური სერია ამას უნდა უყუროს აი დაახლოებით ამაზეა ცხრა იქ რაღაცები ხდება გზაში მთელი ამბები რომ მე გადავლენ ერთად მარტო ჩვენ არ ვართ ლიზა ლიზაც არის ლიზა თუ არის ლიზა დავაკიშვილი მე საუკეთესო მეგობარი flatmate რომელსაც თამაშობს თინა დავაკიშვილი flatmate ისე flatmate და გივიკო ბარათაშვილი რომელიც თქვათ ყველაფერი რა შეიძლება ისთვის ხა ჩვენ კი შეიძლება ყველაფერი თუ კიდე ინგლისურად ვისაუბროთ გივიკო ბარათაშვილი თამაშობს ირაკლის რომელიც არის ირაკლი ვინ არის გივიკო ახლა აქ უნდა მოსულიყო და ვერ მოვიდა და პატა ჩაი მე ჩავანაცვლე გივიკო გეთქვა რომ გივიკო გივიკო ისაუბრებ ანუ თავარი ხაზი არის თქვენი ურთიერთობა ხო არა მარტო ჩვენი აი ეს რაღაცა ზოგადად გოგების მათ შორის იმ ლიზასი და ირაკლის და ჩვენი ურთიერთობები და რაღაცა ეს კარგად თავდება თუ არა არ ვასპაგილებად არ თავდება მე მგონი მეორე იმედი იდეა რომ გაგრძელება იყო სერიალები იტოვებს ყოველთვის რაღაცა იმას იმინა სიყვარულზეა თუ ყვდება ვინმე რაღაცა გამოძიების ირაკლის ელემენტები ბები აყვდება მეტი არ ვიცი მართლა აუ იმით როდის არის დასვენება უღერხულია დათო მაგ რაღაცა ფულიც გვაქვს დასაწერი ბარათაშვილები სერიალებს რა შეეხება შენთვის პირველი ხო მეორე მესამე არა ჩემთვის პირველი სერიალია სერიალში არ ხსოვს მანამდე ფილმები მაგრამ ფილმში მოკლე ფილმში გადაცემაში სპექტაკლში მე მომწონს სერიალში მე ყველაფერში სერიალის კარგი მეც ხო რაღაცა და ძალიან კარგი იყო მე ყველაზე რთული სერიალი აღმოჩნდა ხო რთული მაგრამ სუბუქი ეგ ის არა ეგ ჟანრი იდეა ჟანრი რა ეს სერიალები ეხა ისეთი პოპულარულია მithom ეს მოკლე სერიალები რომლებიც არის 10 სერია დაახლოებით რომ რაღაც მომენტში უკვე ფილმებსაც უკვე უფრო მოთხოვნადია და სერიალები საუკუნეა ხო ეხა რაღაცა ეგეთი პერიოდია რომ კარგია მე სერიალები ხო ბიჭო ის არის რა
ბევრისგან გამიგია რომ აი მირჩევნია რომ რაღაცა კინოს იმას ძებნას და რაღაცას უყურო. იმიტომ რომ თვითონ ძებნაც იმდენ დროს იმიტომ რომ ანუ ხვალ აღარ ეძებს ეგ არა 9 დღე აღარ ეძებს. ადათ რაღაც გმირი გეყვარდება უფრო ის არის და ნუ ევროთ ისეთი ის. თუ ბევრი სეზონია თან? ხო, თუ მაგრამ ალბათ რაღაცა აქვს რა გითხრევს რა. მოლოდინი და ეგ აქვს ნუ სცენარისტები ძალიან ჩართულები არიან და ამით ძალიან кайფობენ. ეს პერსონაჟები რამე ის იყო წერის დროს თქვენ წიღებდით მონაწილეობას თუ არა, სხვადასხვა ეს არის, ისევ ინგლისური სიტყვა უნდა ვიხმარო. ადაპტირებული, ყოჩახ, ბრავო პაატა. ადაპტირებული არსებობს ამის ორიგინალური სერიალი. ქართული შესატყვისი რო იპოვა. ფრენჩაიზინგი რო. რიმეიკი უნდა რიმეიკი ფრენჩაიზი არის. ხო, არსებობს ორიგინალი ამ სერიალის და მაგიტო არ შეიძლებოდა რომ დიდად გადაგვეყვია უბრალოდ ქართული. და მოარგეს უფლებები არის. ის უფლებას არ გაძლევს. ხო, ერთ-ერთი ნუ ადაპტირებული იმ მხრივ, რომ რაც ქართულ რეალობას მოერგო და ქართველები ვართ და იმიტოა ექსი რუმეიკი ადაპტირებული. ეს იყო ვერ მეცნიერად იმედი ამერიკული სერიალიდან არის და არა ინდურიდან. არა, ცეკვავენ და მღერია. ერთად რო გადავიან, გაცხოვრებია უხარიან და ცნობილი მაგალითად გოგონა ისე ხის უკნიდან ორიგინალ სერიალს რა ქვია? ინგლისურად უნდა თქვა ისე Bloody Murray. სისხლიანი Murray, ასე ქვია და ქართულად საშილა ჟღერდა და ამიტომ galaktioni დაიხმარეს და ვინიც მერი დაარქვეს. ვაუ, ხედა, ვინ არის? ხო, ქართულად ისე ჟღერს რომ მაგრამ ინგლისურად ისე ჟღერს რომ რომანტიკული კომედია. ხო, რომანტიკული კომედიისკენ კი არა, უფრო დეტექტივი. ინგლისური თვითონ ის არის სიტყვის თამაში. სისხლიანი ვლადიმერის ასმელისტე. ვლადიმერის მიუკამი. და სხვა ძალიან ბევრ ვლადიმერის ამ სერიალში. და სისხლიან მერის ვასმევ მერის და მე ვარ ნუ პროფესიით ბარმენი. და ბარმენი და დიჯეი ხო? ჩვენ გაქვს პროფესია თუ არ? კი, რეჟისორი. უბრალოდ ლოთი ხარ. უნდრა მედალიო. მგონია რომ მე სამის პრობლემებიც აქვს. რეჟისორი ხარ? რეჟისორია წარუმატებელი კრიზისია. კინორეჟისორი არის მე წარუმატებელი. ხო, ნუ კრიზისში ვერ წერს. ამ ბაბუის შვილი წარუმატებელი რეჟისორი ხარ? აი მე რატო დათანხმდი? ვინ ბაბუ? ელდარ შენკელეშვილი. მართლა? მე მგონია. გატყუებენ. ეხა გენეტიკური ანალიზი გავა. ბაბუის ძმაც და რავი, ესეთი დინასტიიდან. ხო და ხომ მაგას როლში. და უნიშნელი ამიტომ ხო და წარუმატებელია მერი კრიზისი აქვს და ლექციებს კითხულობს. იუმორი მაინც ჩვენი მიმართულებიდან ის არის ბევრია თუ სპეციფიური იუმორია თუ როგორ? ზომიერად იმედი მაქვს არ ვიცი. ჯერაც მოყევით არ ორი კაცის რაღაცა თვალება. რომკომი თუ იცი რა არის, აი რომანტიკული კომედია რაც გახსენდებათ ხარ ვიცი ცნობილი, ეგეთია თან გეტირება, თან იცინი, თან ვერ გებულობ რა ემოცია მოდის, მე ვიძახდი რომ არ უნდა იცინოდეს. რაღაც ისეთია რა, ანუ კომედიური დრამაც არის, სიტუაციაზე გეუბნება იმ აბსურდზე. წვანე ბარათი მახსენდება რომანტიკული წვანე ბარათი? Notting Hill. Notting Hill. კლასიკა ხო? ხო. თქვენთვის წერილია. აი, ხო. შეხვედრა სიეტლში თუ რა ქვია. შეხვედრა უძინარები სიეტლში. შეხვედრა მთაში ქართული ხო, სიეტლში არის უძინარები. ყვავილი თოვლზე და ასე. ზუსტად. ნახე როგორ მოყვარული ყოფილა რომანტიკა. ბაბუაშენის ფილმი არ შედის რომანტიკულ კომედიაში. არა, კომედიაში შედის, ნუ. უფრო ხო. პროგერა ძალიან კომედიაში. იმას შეიძლება დავარქვათ. არა ჩოლებრივ გამო. ხო უყვართ ცოტა ხანია როცემს. ოჯახი როცემს. აგულის არცებს კაცო გულ გააგდები. არა, ძმებთან სემოც, აბარა უქნათ. ის ოჯახი? ხო, გოგოს ოჯახი. ძმები. ხო, ეგა დაცემა იყო. აქაც იქნება სემა, პაატა, სემს გივიკოს. რატო ამბობ? და ბოლო სერიაში, მაგის მე რა. არ არის ბოლო სერია. მართლა? შენ არ ჯახაშორება. მე შენ მოგტეხე დაიხეს და აგძლე. იცე შენ გილბოქცონს ხოლმე შენ გამოვინდეს როცემე.
არა, არასდროს არ უცემიათ ჩემ გამო არა. და როცემონ. რაღაცა წინადადება აქვს. საშინლად არ მომეწონება და არ შეუძლებელია. დათანხმდით. არა. მაგრამ გამიწევდებოდა ჩემ გამო. არა, მაინტერესებს. შენ უცები ხარ ვინმეს? ნუ ყველას გიჩხუბია. ხო, რა. კი არა, გიჩხუბი არა, იმიდან უცები. არა, გადორ. ყველაფერი აი შენ ძალიან მეტი ენას ვატლეკინე ხო თვითონ მეტი ბაკიბუკი რო გააკ. არა. ამ სფეროში ხეს სკოლაში ბევრმა ხალხმა და გაიქეცი. ვიღაცა გიყვარს სხვა სკოლა, არ ვიცოდი ვიზე მეუბნებოდნენ და მეთქი არ ვიცნობ მეთქი და კაიო გადავამოწმე. ესე დამთავრდა. მე აღარ გამოდი. ეს ხიპიში ესე დამთავრდა? არისო ხიპიში, მაგრამ საქმის გარჩევა. ისინი ფრთხილად იყვნენ, ჩემ სკოლაში იყვნენ მოსულები და რა სკოლას და ჩემ გამოხდებოდა არის. შენი სკოლა კიდე ისეთ ხალხს აქვს დამთავრებული მტერია ჩხუბა მაგათა. ნუ ყოველ შემთხვევაში ხალხი სწავლობდა. ქუთაისის პირველი. ელ კლასიკო, რეალი ბარსელონა. იქ ორი აბრარო, ხო? კლასიკური გიმნაზია. უნდა ერქვა. ნახე. ელ კლასიკო. ამასაც უცხოურად და ოღონდ ესპანურზე გადავიდა. გვაბნე ინგლისური ამოვწურეთ. გვაბნე ეგ მართლა მაგარი ორი აბრა. ბაბუაშენი რას გათამაშებდა ბავშვობაში? დგამდა რაღაცებს. არა, სხვათა შორის. არასდროს. გონია რომ რეჟისორი შვილიშვილები რა ამ მომენტში. ეს მე მგონი ახასიათებთ უფრო თეატრის რეჟისორებს და კინორეჟისორები უფრო წყნარი ხალხია. ჩემი დასკვნით ასე. შენ დაკვირვებით. ჩემი დაკვირვებით ასე. საკმაოდ კომპეტენტური დაკვირვებით. ჩემი კომპეტენტური დაკვირვებით ასე. არა. თეატრი ხარ რო კითხე ახსენეთ რომ თეატრშიც და ხო ორივე. კი. და რომელი ეს ისეთი კითხვა მსახიობისთვის რომ აი მან და უფრო გიყვარს თუ მამა? ხო, ეგრეა, მაგრამ ნუ აი რაღაცა გასაგებია რომ კინო კარგია, სერიალი კარგია, მაგრამ სპექტაკლი აი როგორ პატას მეტი გამოცდილება აქვს, მე მოკლედ უპასუხებდი რომ პროცესი თეატრის უფრო მიყვარს ყოველ შემთხვევაში ვიდრე კინოს, მით უმეტეს განმავითარებ იცოდი მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ რომ მგონია რომ კინო პირობები ან იგივე სერიალის პირობები უფრო ცუდი გვაქვს საქართველოში და პროცესი თეატრის უფრო მიყვარს აქ ამ ქვეყანაში, მაგრამ მოცემულობით ალბათ კინოც შეიძლება იგივე კარგი. ინტრიგნული ნახე არც მწოდი და წვარ. ხო და ამიტომ ვიცოდი და ხა ინტრიგნული შეკითხვით ჩამოვიდი. ხოცა ყველას ვკითხოთ ჩვენ. ხო, არა და თითქოს თამამად დაიწყო. ზე მიუყომა რა. ორი არის მართლა განუყოფელი ნაწილი. აჰა, ამანაც. თეატრი უბრალოდ ამას ძალიან ესენი რომელიღაც და უწყვეტია. ხვდები? და არ არის უწყვეტი კოვიდის დროს გაჩერებული. და ფილმი ორივედან მიყვარს ხო როგორ და პოდკასტებზე ვგიჟდი. ამ დროს შემოდის ინტრიგნული შეკითხვა. აქედან რო გადიხართ, ეხა ტელეფონები გამორთული გაქვთ, თუ ცოტა აღმოჩინეთ, რომ ზარია ორი შემოთავაზე. ხო. ფილმი ჰოლივუდში და ბროდვეიზე სპექტაკლი. ფილმი ჰოლივუდში რა თქმა უნდა. ბროდვეიზე ფილმი ჰოლივუდში. ბროდვეიზე არის ძირითადად მიუზიკლები და მოდი მესამეც დავუმატო და რივერდენსში. აი ზერთი რო გამორიცხოს ეგრევე ხო? და არგენტინის ნაკრებში ქსვამენ თავდასხმა. მარცხენა ნახევარზე. ეს რაღაც ვერა. დიმარია დაბერდა. აი ხო ჩვენთან საქართველოში ფილმი ნუ ცოტა ხო, ნუ ფინანსები უნდა და ან პროსტა გაცლევენ 10 მილიონს, პროსტა. აი ეს. აი ხლა რა მისჩავენ 10 მილიონი. ყველა და ეგ არის განსხვავება რომ ფილმის უგვენატრება რა და თეატრი არის ყოველდღიური ცხოვრება ჩემთვის და სხვადასხვა თეატრში ვარ და ამით ცხოვრობ ყოველდღე და მიხარია რომ ვარ და აქტიურად ვარ და ფილმი უცებ ხან გამოხდება ხან არა როგორც სერიალი და სამწუხაროდ ეგრე. ესე გადმორთვა არა, ამ შემოთავაზ ინტრიგნული კითხვით, რა თქმა უნდა, ფილმი, იმიტომ რომ გაძლევს მე საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი გნახულობს და შემდეგ ანუ სულ სხვა ვერაც მუშაობს. ამ შემთხვევაში სხვა გეგმა მუშაობს. მაგაზე რო თქვა სხვა ლეველზე გადიხარ რა ეს ინგლისურად. სხვა ლეველზე. თან ბიჭო ფილმი რჩება თვალისწინია და რო აღარ იქნები დარჩები და იქ ვიღას გაახსენდება ამ მტვერ ნაყლაპი. წვერი ნაყლაპი. ჰა?
არა, ნუ ის უფრო ისეთი მაგრამ ის გახსოვს და ის ჩართავდა უყურებ როცა გინდა. და თამაშით თეატრის სპეციფიკა და კინო რა იშვიათია, ეგ გადმორთვა არ არის ხოლმე ძნელი? ნუ არ ვიცი ხო. ისინი არ გეპარებიან. სხვადასხვა თეატრის რაღაცები. ლექციაშიც გვეზი. ხო, იქაც იქაც არის. ხო, ის არის. ლეველები როგორც ხო, და უკვე ის არის. არა, გადართვალე სხვადასხვა ატმოსფეროა რა, სეტზე რომ მიდიხარ. გადასაგებ მოედანზე. სად უფრო მეტ თავისუფლებაა რეჟისორისგან, თეატრში თუ ფილმში? ალბათ თუ გააჩნიათ. გააჩნია რეჟისორს. აბა, ეხა ესეთი რეჟისორი ვინ იყო? გიორგი ლიფონოვი. რომელიც თამაში. ამ მსახიობი. ხო, იმიტომ რომ იზერში ვნახე და ხო. ეხა უფრო დავხლას თავ. დავხვარდა. რა გირჩევნია? აი ფილმში თამაშობდე თეატრის მსახიობს. თეატრში ფილმს გიღებდნენ ფილმს და შენ იყო მსახიობი. ფილმში თეატრის. ხო, მეც როგორც სიმის კასაბეტისთან. კი ბატონო, პრემიერში თეატრის. შენ ახლო ხარ რეჟისორი უკვე ითამაშა. ფილმი გურჩევნია. სუდი. არა, იტო არ არის ბევრი და მართლა რამდენი ხანი მიდიოდა? გადაღები მარტო თბილისში იყო თუ გადაგახვედით გარეთ სადმე? მე მგონი არ გავა, ერთხელ გავედით. ერთი დღე. ეს გავყოლით მოსაწევად. მოსაწევად ერთხელ გავედით. მე მგონი 2 თვე არა, იმიტომ მე მქონდა 45 დღე. მახსოვს ზუსტად მახსოვს. მე ცოტა ხანი ვიყავ შედარებით. ანუ თქვათ ესე ძალიანაც არ უშლი ნერვებს, როგორც მივხვდი ფილმიდან ხო? ან ბატო უფრო ჭირია და უცებ. მე ბევრი ამას მოდი კიდევ ერთხელ წოდი კიდევ დუბლები გვინდა. არა, სხვა შორის პირიქით სერიალზე რაც კი ტრავმა მაქვს ეგ იყო, რომ დუბლებს არ გვიღებდნენ ბევრს და მე და პაატა მეხვეწებოდით ხოლმე, რომ მეორე დუბლი გადაიღო. იმდენად კარაკტერს თემა. ვიცი რომ როცა დროში შეზღუდულია, ნუ ეგრეა რა, სხვანაირად ვერ ჩაედევ დროში და იცი რომ 3 დუბლზე მეტი არ არის ეცი ხო? არა, ეგრე არა, თუ ნუ ძალიან თუ მოგიმდა. პაატა თხოვდა ხოლმე და პაატას უსრულებდნენ, მე არა. რაღაცა დამაკლდა, უნდა თხოვ და ან თქვა და შევედრო. არ შევედრო. ჩაუჯიბო. ერთი დუბლიც თუ შეიძლება და ცადო, თუ არ სიმართლე არ გამოსდიოდა. ხო, და იძახში დამაყავდა მეტი შემიძლია. ხო ატყობ ვინც გიღებს რომ რაღაცა ვერა. სხვა და შენ მიდიოდი სისინით. არა ვიცი. ძალიან ნერვიულობ. ეს პრემიერა არ იქნება რამეში და თქვენთვის რომ ნახოთ. იმედი გვაქვს. არა რომ ნახოთ რომ წითელი ხალით რა იქნება. არა, იმედი არ იქნება ისეთი სიტუაცია ქვეყანაში. სოფლიოში. დაახლოებით ალბათ იქნება. და ესეთი რამე გააქვთ აი დაჯექით დაახლოებით შერბაზე უყურებთ და რომ მიხვიდე და თუ შეიძლება ეს ამომიჩნე. მე დიდი შანსია რომ მე მქონდა. იმიტომ რომ ეგეთები თუ გექნებათ მე ვიპარე. ამოჭრილებს მე ჩავიბერებს. პროდიუსერიც უნდა იყოს ფილმის და მსახიობის და მაშინ შეგიძლია. რაღაცა თამამად და ბრედ პიტს და დიკაპრიოს შეუძლია. შენ გაკეთე რომელიმე სცენის გეშინია ეგ რა მე მართლა მეშინია რამდენიმეს. აი კი ერთის. მართლა არ იმიტომ რომ მე დრო დავიწყეთ გადაღება კოვიდი მქონდა და დასაწყისზე არ ვაგებ პასუხს მე ფეხი ვიღზე მე ფენო ეხლა მქონდა კოვიდი მე ფეხი ვიღზე და შუა ნაწილში ვიცი რომ სუთავს ვიკავებ რომ ფეხი არ მეტკინოს და ბოლოში ძალიან გადაღლილი ვარ და ერთ სცენაში პირველ სერიაში რაღაც ბოთლი მომცეს რომელსაც საღებავი გადადიოდა და მაგიტო სუმიჭირავს ეს ბოთლი იმიტომ რომ ვერ ვდებ ადგილას რომ უშვებ ხელს ავატარი შეგზიზდეს ანუ მაგიტო შიშები მაქვს ბევრი სცენასთან დაკავშირებით რომ ამას რომ ვნახავ რა იქნება ალბათ ყველგან შეწუხებული საქმეა უნდა მოყოს სახალხო დამცველი ვაპირებ მინდა სახალხო ამ პროკურორთან ვაპირებ რომ უჩივლო იმ ცუდი პირობებისთვის. კიდე რა მაინტერესებდა და ამ ის რა მაინტერესებს 9 სერია. კი. ისე დამთავრდა რომ გაგრძელდება? ხო, ანუ ესეც უნდა გაგრძელდეს. არ დამთავრდაო ესე. არა, ხო, არა, ოდნავ დამთავრდება. ანუ ისტორია არა. ანუ ესე თუ ერთად არიან ვერ არიან, თუ არ გუდება ერთ-ერთი, მე ყოველთვის შეიძლება რომ ეს მოხდეს რა იდეაში რა, ხო? ეხა უკვე მკვდარზე შეიძლება და გააჩნიეს. Chat GPT-სთან რაღაცა ვირტუალურ ციფრში თუ ატვირთეს. რა უნდა მიცვალებულის გაცოცხლება. კი, ჯონ სნოუ თავისუფლად. ან არ გააცოცხლებ და ხო შეიძლება რა გვარებს სერიალებში? არის გვარი. შენი გვარი არის მე ვარ მე მგონი ავალიანი. მე ავალიანი. მე მგონი თუ არ შეცვალეს.
სპეციფექტები არის. აი, ახლა ვიცი. სავარაუდოდ დაჭირდებათ ჩემზე სპეციფექტები, იმიტომ რომ ბებია ჩემს თამაშობს გიული ჩოხელი. და ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი როგორ მეჭდა რომ ვერ მომამდი ემოციას და რამე თუ არ გადამადეს არ იმუშავებს ეგ სცენა აი სულ გაღიმებული ანუ ქალი რაღაც გული მისდის ტრაცები და მე ესე გახარებული მეუბნებოდი რომ რაღაც კადრი მოატრიალეს რეაქციული გული წაუვიდა რატომ გაწაუვიდა არა მარცხა რაღაც გულშემატკივრები რო აი ფეხბურთელებს როგორც ხო ზუსტად ეგრე ვიყავ ვერ ვიკავებდი რა უნდა გადაგადო TikTok-ში რაღაც სახეებს აი კურდღლის სახე რა ყურები რო პარტყუნებს ეს ვა ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებ დიდი წარმატებას უსურვებ სერიალს დაიდება და ხალხი ნახავს და მე უნდა ჩაუჯდეთ და იკითხოთ მე ვნახოთ ლანჩვაგინება არა მე არ უნდა იკითხო ხო ერთი ორჯერ წადე და მივხვდი ხო ცოტა ისა როცა დრო კარგად ითამაშო არა კომენტარების კითხვა შეეჭო არა ეგ ვიცი როგორ არის რაც არ უნდა გააკეთოს ამ თანამედროვე სამყაროში როცა უკვე პირდაპირ მოდის ეს ხალხის აზრი ყოველთვის არის კარგი ცუდიც ეხა ეგ ბუნებრივია და მან არ უნდა მიაქციო რაღაცა არ არსებობს ეხა გინდა ამ ქუჩაში რო დგებართ უფრო რაღაც ნიკოლსონის ფილმზეც კი იძახიან ვერქნა ამა საჩუქრების დრო გვაქვს ესე მალე რა კაი საჩუქრების დრო გვაქვს ერთი საჩუქარი დათო გადააწოდე ჯერ გადააწოდე ერთი წამი გადათვალოს მეორე საჩენ მოხდა მე ხორცს გამომართა ანუ სახში ხო წამი ეს არის ნიკო რა ხორცს პროდუქტები და იცი დავითვალე კენტია თორე ერთს გაგატა ბაბუაჩებს წავღებ თქვენგან წავღებ ბაბუაჩებს და აი ეს გაასინჯე ეს არის ახალი ხო კომანდის ახალი სისინა გამოსული რაგბი მოდის რაგბი სერიალს კომანდი თინდა შეწუ გინდა მოხარ მადლობა კი ბატონო ამან რო არ შეგაწუხოთ ესე შეჭამეთ და ხავით ამან რო არ შეგაწუხოთ თუ გინდა რაღაცებს ამოვა და ჯიბე შეჭამე გადავდებთ რომ მეორე საჩუქარი რა შეშინებულა უკანმია არა მინდა ჩვენის კი ეს იყო ესე იგი ხორცს პროდუქტები ნიკორას დიდი მადლობა მეორე საჩუქარი გვაქვს რით დავიმსახურებ სერიალზე ვერ მოვყე რო სტუმრად ხართ ჩვენ ეს კი არ დაიმსახურეთ ეს არის რომ მე რომ მოვალ თქვენთან ჩვენს გაჩ იცოდეთ სტუმრის პატივისცემა აქ არის მოგეკრებოდ ერთი 200 გაიგო არ არის პრობლემა ცოტა ხანში რუგულს გააკეთეს კი ამას გამეცი მან ისისთვის რა ჩვენი სპონსორია ელიტი და ონორი სერიალის სპონსორიც არის ონორი აი მართლა всё მომეციე სასმა გაგძო ხო და მაგას რა ვაკეთებ მიდი შენ ილაპარაკე ის თასმა დაიტოვე არა ეს თასმა არის მე ონორის ხურსასმენები უსადენო და ონორის უსადენო ეგრე ქვია უღრმესი მადლობა ჭკვიანი საათი და ჭკვიანი საათი შენც იგივე არ დაბოღმო შენთანაც იგივე ჭკვიანი კი არა ნიჭიერი საათი სავარაუდოდ ჩვენზე ეგიწია დასვათ ეს საათი და აყურებთ სავარაუდოდ ჩვენზე ნიჭიერი ხო და სწორედ სხვა შორის ონორის ტელეფონს თუ შეიძენთ Honor 400 ან Honor 400 Pro ეს მოყვება საჩუქრად Lights თუ შეიძენ მარტო ხურსას დიდი მადლობა ანუ ვიღაცამ თუ გაჩუქა Honor 400 ან Honor 400 Pro ამის გარეშე იცოდე რომ მოტეხა ამაზე ხარ საჩუქრებთან ერთად დავდეთ იმსაშია შემდეგში რომ მოვა იცოდეთ რომ აქ ისე როგორც დათო მოტეხა ტელეფონი ახლა
ორი წელი. და სელფია ჩვენი მეგობარი, რომელთანაც ყოველთვის სტუმრები როცა ყავთ, ვიღებ ხოლმე სელფს და იმის მიხედვით ვინ ყავს სტუმარი, შესაბამის სელფს ვიღებ. ეხლა თქვენ მსახიობები რო წავიკითხოთ. არა, ეგ იკო გააკრამე ვერსია. ძალიან თეატრალური სახეები რომ მივიღოთ. როგორია ეგ მაგალითად? გადათამაშება რო რაღაცა ცნობილი სპექტაკლის ის რო გავითამაშოთ. სელფია, რომელი ოტელო იცი ცნობილი სპექტაკლი? ხო, და ამათმა იციან. არა, ოტელო იცი და აღჭამდა როგორც ყველამ დავახჭოთნი. ყველამ ეგ უკვე იულიუს კეისარი ოტელო, აი, ჯენიერია იულიუს კეისარი. ბრუტუსი ყველა ურთხავს რაღაცას. მერის არა, შენ ხა მორდნი ხარ. არა, თქვენი მოდი ესე ვქო. ზესდემონა და მოდი ისე ვქო. თქვენ ისეთ სახიობები ხართ და თქვენ როგორც ხართ ისე იყავით და ჩვენ შევეცადოთ რომ ცნობილი სახიობების სახეები ვიყო. მოდი. შენ ვინ იქნები? მოიცა? ეხლა საინტერესოა პაროდიზმი. მე ჯანელადი დავიწყო. არა, მე ძალიან უნიჭო ვარ, მაგრამ ხო და მე ძალიან როგორ გინდა რომ მე ძალიან უნიჭო ვარ და ვინც ნიჭიერები არიან, იმათ გავაკეთებიო და ჩვენ შენ ვინ რომელი სახიობი იცი? გეტყვი, სტალონე ვიქნები. აბა? ეგრე გააკეთე? ულვაშებში არ ჩანს ეგ. ვახ, ერთი ეგვიცოდი. კლინტის სტუდი რო გავაკეთე. კლინტის სტუდი ხო, აი კლინტის. ჯან შენ? ჩაკარგი. აი, ნახე, წარმატებელი, მაგრამ რეჟისორი. სტუდი გამომდის. ჯანელ შენ? მე მგონი სესილიას მასალაა. იმას გავაკეთებ. თვალს ცრემს რო იწმენს ზაქარიაძე თუ ვინ არის? არა. არ გიხდება. არა, მე ხო არ მითხოს რომ მოგიხსნა. დანტო შენ გითხრა ვინ დიზელი. ვითომ მანქანას ატარებ. მე ვინ ვიყო? იმაში, ეგია სესილია. წვიმის კანში რომ მეორე სათამაშო საჭესთან. მოიცა ერთ წამი კლინტი. აი ნახე, სესილია სესილია. გააკეთე. ესეთი ცუდი სესია. ცუდი და ამხელა. დიდი ბოდიში. მე რახან აქ ვარ და ასე უნდა შევიხედო გვერდიდან ბრუს უილისი ვიქნა. ხო, ბრუს უილი. მოიცა კლინტის სტუდი გავიმეორო. პატა მე და შენ ვინ ვარ? თქვენ თინა და გივიკო. ხო, თინა და გივიკო. რა გუგა? კიდე სესილიას დაგითხრა. და თინა იქნება. ეს უნივერსალური ყველაფერი ერთნაირად კარგად გამოვიდა. მოდი ვცადოთ ყველანი ვართ? მოიცა? ვართ ყველანი? კლინტი ჩანს კარგად. კი. სესილია. მოიცა მე ესე უნდა მოვიხსნი. ცალკე სესილია, ცალკე ცალკე სესილიაც გვაქვს. აი კლინტს მე სახში გადავიღებ და გამისვა. გამოგვიგდავნე და უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, უღრმესი წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს უსურვებ სერიალს. როდის იდება? 10-დან. 10 ივლისს. 10-დან იდება ყველა სერია იდება თუ? არა, თითო. ყოველ ხუთშაბათს. ხო, ის მარგო Netflix-ის ფიშკა არის ეგრე რომ შეიძლება. ჩემი ყველა Netflix. არა, Netflix. იკამათეთ ხა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით.